დავბრუნდით პირდაპირ ეთერში გრძელდება შოადღე და ისტორიულ თემაზე მოგვიწევს საუბარი და თვალის გადავლება ჩვენი ისტორიული წარსულისა. 11 თებერვალს საქართველოს ეროვნული არქივის შენობაში დიმიტრი სილაქაძის საჯარო ლექცია გაიმართება თემაზე თუ როგორ ემზადებოდა საქართველოს საბჭოთა რუსეთთან ომისთვის 1921 წელს. წარმოგიდგენთ გადაცემის სტუმარს, რომელიც ისაუბრებს სწორედ ამ თემაზე, თბილისის ივან ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი ბატონი დიმიტრი სილაქაძე. მოგესალმებით ბატონ დიმიტრი, 1921 წელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მნიშვნელოვანი თარიღია და ვფიქრობ ყველამ უნდა ვიცოდეთ, ისე როგორც ჩვენი ქვეყნის ისტორია, თუმცა არის კიდევ თარიღები, რომელიც კიდევ უფრო მეტად უნდა ვიცოდეთ და რეალურად ამ კონტექსტში უკვე თანამედროვე გადასახედიდან გააზრება კიდევ უფრო საინტერესო ხდება ხოლმე. ბუნებრივია, თებერვალში განსაკუთრებით აქტუალური ხდება ეს თემა. რუსეთის მე-11 წითელი არმიის მიერ 21 წელს მოხდა ზუსტად საქართველოს ოკუპაცია, რასაც ფაქტობრივი ანექსია მოყვა. საინტერესოა გადავავლოთ თვალი და ალბათ არ გვაწყენ შეხსენება იმ პერიოდისა, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ძალიან მძიმე კვალი დატოვა. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი, როდესაც ჩვენ ნორმალური განვითარების გზას მოგვაშორეს და 70 წლის მანძილზე საბჭოთა ექსპერიმენტში მიგვაღებინეს მონაწილეობა ისე რომ ეს ჩვენი სურვილი არ ყოფილა. და ბუნებრივია ჩვენ ამის გახსენება ყოველთვის გვჭირდება იმისათვის, რათა რაღაც გარკვეული მაგალითები ავიღოთ, იქნებ რაღაც გარკვეული გამოცდილება ავიღოთ და უბრალოდ ვიცოდეთ ჩვენი ისტორია, რომ იგივე დაუშვათ აღარ დაგვემართოს და მომავალში მზად ვიყოთ ამისათვის. და ბუნებრივია თებერვალში განსაკუთრებით ხდება ხოლმე ამ თემის ასე ვთქვათ განხილვები, იმიტომ რომ სიმბოლურად თებერვალში იყო ეს ყველაფერი და სიმბოლურად ხდება ყოველ წელს ამაზე საუბარი. და ის რა შესაქმეა, მე ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის ყველაფერი კარგად დამოკვლეული ძალიან ბევრი მიზეზის გამო. მართალია 1921 წლის შემდეგ გავიდა თითქმის 100 წელი, მაგრამ ჯერ იყო ხა საბჭოთა პერიოდში ბუნებრივია ამ თემაზე რა და როგორ იწერებოდა, ეხა ამას საუბარი ზედმეტივის წესი იყო რაღაც საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვება და მოკლედ ისტორიის. ბატონ დიმიტრი, შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ბოლო 10 წლები არაც ხელახლა აღმოაჩინა ეს ისტორია და მიხვდა, რომ თუნდაც 25 თებერვალი არ არის საზეიმო დღე. კი, თუმცა აი ზუსტად მაგის თქმა მინდოდა. დიდი ხანი არ არის ახლა მართლა რაც ჩვენ გავიგეთ რეალურად რა მოხდა, მაგრამ ჩვენ კიდევ არ ვიცით ძალიან ბევრი დეტალი, რადგანაც ჩვენთან ეს ინფორმაცია შემოვიდა თავიდან ზირდათ მემუარების სახით, პრინციპში ახლა პრესის სახით და ასე შემდეგ, მაგრამ არის უამრავი დეტალი, რომლის გაანალიზებაც არის საჭირო და ამისათვის ზუსტად ეროვნულ არქივში და სხვა არქივებში დაცული საიდუმლო დოკუმენტები, იმ დროისაც საიდუმლო დოკუმენტები გვიხსნის, ასე ვთქვათ, ძალიან ბევრ საიდუმლოს და ეხლა ზოგადად რა მოხდა, ყველას ცნობილია, მე-11 რუსული არმია შემოვიდა, აიღო თბილისი, საქართველოს გაასაბჭოა, მაგრამ ამის იქით არის ძალიან ბევრი დეტალი, იგივე როგორ ემზადებოდა რუსეთი ამისათვის, როგორ ემზადებოდა ჩვენ ამის დასახვედრად, კონკრეტულად როგორ მიდიოდა საბრძოლო მოქმედებები, სად იქნა დაშვებული დაუშვათ შეცდომები, რამ განაპირობა ეს ყველაფერი. ანუ ეს არის მთელი რიგი საკითხები, დეტალები, რომლის კვლევა და ანალიზი მიმდინარეობს დღესდღეობით და კიდე გაგრძელდება, რადგანაც ძალიან ბევრი დეტალი არის, გაანალიზებაც უკეთ უფრო დეტალებში არის საჭირო. ბატონ დიმიტრი, 25 თებერვალს წინ უძღოდა ბუნებრივია ის საკითხები, რომელიც შემდეგ ის მოვლენები უბრალოდ რომელიც შემდეგ განვითარდა ჩვენს ქვეყანაში. საინტერესოა თქვენ რაზე გააკეთებთ აქცენტს თქვენი საჯარო ლექციის ფარგლებში? ჩემი საჯარო ლექცია, რომელიც ხვალ გაიმართება, ლექცია არის კონკრეტულად თუ როგორ ემზადებოდა საქართველოს ომისათვის. აი როგორ დახვდა, რამდენად მომზადებული დახვდა საქართველოს, რადგანაც ახლა ომი არ არის მარტო საბრძოლო მოქმედებები. ომში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რამდენად ახარ მზად, რა ნაბიჯებს გადადგა ომისათვის. ანუ ომის ესე ვთქვათ, დაგეგმა არის პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანი და განხორციელება შემდეგ მეორე ეტაპია. შეიძლება ომი წააგო ომამდე, ან კიდე მოიგო ომის დაწყებამდე. და სწორედ ამ დეტალებზე იქნება ჩემს საჯარო ლექციაში გამახვილებული ყურადღება, თუ როგორ ვემზადებოდით და ვემზადებოდით თუ არა საერთოდ, იმიტომ რომ არის საზოგადოებაში ასე ვთქვათ გარკვეული მემუარული ლიტერატურის შედეგად გაჩენილი აზრი, რომ ჩვენ არხეინად ვიყავით, ფეხ-ფეხზე ქონა გადადებული და არ ვემზადებოდით ომისათვის, არ გვეგონა რუსეთი დაგვარტყავდა. ეს რა თქმა უნდა სიმართლეს არ შეესაბამება, ვემზადებოდით ჩვენ ამ ომისათვის და იქნება ის დეტალები თუ როგორ ხდებოდა მომზადება, მობილიზაციის პროცესი როგორ მიდიოდა, იქ დაუშვათ რა მატერიალური რესურსები გქონდა ჩვენ, რამაც აი ძალიან ბევრი რამე განაპირობა. იგივე აი თუნდაც როგორ ვცდილობდით საერთაშორისო საზოგადოების გვერდით დაყენებას, რომ მარტო არ აღმოჩენილიყავით რუსეთთან,
და ამავდროულად ამ პროცესში რა შეცდომები იქნა დაშვებული. იქნებ რამდენიმე გავაჟღეროთ. ყოველთვის არსებობს ხოლმე ასეთ სხვადასხვაობა აი ამ პერიოდთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის ისტორიის თქვა. თუნდაც ისტორიკოსების კუთხით, თუნდაც მკვლევარების კუთხით ყოველთვის საზოგადოებაში არის ეს. დიახ, აზრი, მაგრამ საინტერესო თქვენი გადასახედიდან თანამედროვე კონტექსტში თუნდაც ის შეცდომები რომელიც იქნა დაშვებული. იცით რა, პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ მცდარი აზრი რო არ ემზადებოდნენ. იმზადებოდნენ და ძალიან დიდი ენთუზიაზმი იყო როგორც პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში, სამხედრო ხელმძღვანელობაში, მაგრამ შეცდომები, რომელიც იქნა დაშვებული, უფრო მეტად იყო განპირობებული იმით, რომ ჩვენი მატერიალური რესურსები არ გვაძლევდა საშუალებას გაგვეკეთებინა ის დაუშვათ იდეალური, რაც შეიძლება გაკეთებულიყო. მაგალითისათვის ახლა ჩვენ მატერიალური რესურსები არ გვაძლევდა საშუალებას იმისას, რომ ჯარი ყოველდღე დიდი ხნის მანძილზე მობილიზებული. არა მხოლოდ მატერიალური რესურსი არ გვაძლევდა ამის საშუალებას, რომ დაუშვათ იქ ჯარისკაცებს საკმარისი საკვები არ ქონდათ ნორმალური ყაზარმები და ეს იმიტომ არ ხდებოდა, რომ აი დაუშვათ მთავრობა ფულს არ გამოყოფდა. არა, ეს სამხედრო სამინისტროს დაფინანსება 30%-ს აღემატებოდა ბიუჯეტიდან და ეს მართლა არნახული რიცხვია და ამის გარდა კიდევ სხვა ტიპის დაფინანსებები იყო, მაგრამ ზოგადად ეკონომიკური მდგომარეობა იყო მძიმე. ასევე იარაღის ნაკლებობა იყო, რაც არ გვაძლევდა საშუალებას იმისას, რომ ჯარი, ასე ვთქვათ, დაუშვათ 100,000 კაცს შევკრებდით სიტყვას, მაგრამ ეხლა 30,000 კაცს იარაღით თუ 100,000 კაცს შეკრებას რა აზრი აქვს? ხო, რისთვის სჭირდება. მაგრამ ეს ეხლა ეს ობიექტური მიზეზები, მაგრამ ეხლა იყო იქ სუბიექტური მიზეზებიც, მაგალითად ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს საკადრო გადაწყვეტილებების მიღებისას, როდესაც მთავარსარდლად იქნა დანიშნული ოდიშელიძე ომის წინ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ფრონტის სარდლად და ესე გენერალი იოსებ გედევანიშვილი, რომელსაც ძალიან ასე ვთქვათ ძალიან პატარა საბრძოლო გამოცდილება გააჩნდა. ის 1906 წლის შემდეგ ჯარიდან გაგდებული იყო, მე ჩვენ გენერლები და ოფიცერები რუსულ ჯარში მსახურობდნენ თავის დროს. გაგდებული იყო, მე 1917 წლებში ბრუნდება და კაპიტნობიდან გენერლობას აღწევს ძალიან მალე და არ იყო ეს კაცი ამხელა, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობისთვის მზად და გამოჩნდა კიდევაც, რადგანაც როცა დაიწყო ომი 11-16 თებერვალს ამ მონაკვეთში ეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ფრონტი მთლიანად მოიშალა და მთლიანად განადგურდა, ესე უხეიროთ იყო განლაგებული. და ამან განაპირობა დიდწილად ის, რომ აი 24 თებერვალს, როცა უკვე თბილისის, ასე ვთქვათ, დატოვება არ დატოვების საკითხი იდგა და კვინიტაძემ დააყენა ეს საკითხი ახალმა მთავარსარდალმა, რომ მე ამყოფნის ჯარი იმისთვის, რომ ის დაუცველი ადგილები შევავსო, აი რო არა ის 11-16 თებერვლის ასეთი კატასტროფული მარცხი, ხო? კვინიტაძეს ეყოლებოდა ის მასა ჯარისა, რომელიც გაამაგრებდა თბილისს. ამიტომ ჩემი აზრით ასე ვთქვათ, ერთი იყო ის, რომ ესე იგი ობიექტურად ჩვენ რესურსების ნაკლებობა გქონდა და ამან ძალიან ბევრი რამე განაპირობა. პირველ რიგში ის განაპირობა, რომ ჩვენ დიდი ხნის მანძილზე ჯარი მობილიზებული არ გვყავდა, ეგ ერთი, მეორე ის, რომ აი საკადრო გადაწყვეტილებების მიღებისას იქნა დაშვებული შეცდომები. საზოგადოება რამდენად მზად იყო ამ ყველაფრისთვის? საზოგადოება, იცით რა იყო, არ იყო ასე ვთქვათ, ასეთი ერთგვაროვანი განწყობა, მაგრამ ძირითადი ნაწილი საზოგადოებისა მზად იყო იმისათვის, რომ ქვეყანა დაეცვა უბრალოდ არ იყო იარაღი, რომ ეს ხალხი შეიარაღებოდა. რა ფორმით უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი, ნაკლებად გაცნობიერებული ჰქონდათ ალბათ. არა იცით რა იყო, გაცნობიერებული იყო, მთელი სისტემა არსებობდა იმის თუ დაუშვათ როგორ უნდა გაეწვიათ რეზერვი, მაგრამ ერთია სისტემის არსებობა და მეორეა როცა შენ ამის მატერიალური საშუალება არ აქვს. ხო, აი მაგალითად თბილისთან როცა ბრძოლები მიდიოდა, აი ძალიან მაღალი პატრიოტული განწყობა იყო ხალხში და აი ეს ძალიან კარგად ჩანს თუნდაც იმდროინდელ პრესის ფურცლებზე. მაგრამ აი თბილისის დაცემამ გარკვეულწილად გატეხა მოსახლეობა. თუმცა ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ ბოლშევიკები არ უნდათ. რადგანაც აი მაგალითად ბოლშევიკების პოპულარობა საქართველოში, რავი, ძალიან დაბალი იყო, რამოდენიმე ასეული ბოლშევიკი იყო სულ და იმათს არანაირი გავლენა არ ჰქონდათ და აი რუსეთის გეგმა რა იყო, საბჭოთა რუსეთის გეგმა. მათ სურდათ, რომ აქ ბოლშევიკებს თავად ჩაიგდოთ ძალაუფლება ხელში. მაგრამ როცა ეს ვერ მოახერხეს აქ ბოლშევიკები, იმიტომ რომ ცოტანი იყვნენ, არც საზოგადოების ხარდაჭერა ჰქონდათ და არ იყვნენ პოპულარულები. ვერ მოახერხეს ეს. აი მე უკვე უშუალოდ ღიად ჩართო თავისი არმიები საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში. ქალაქის თავზე ისევ წითელი დროშა ფრიალებს. ხო, შემოვიდნენ და ააფრიალეს. სამწუხაროდ.
ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ხვალინდელ ლექციას დაესწრონ ახალგაზრდები და გაიაზრონ კიდევ უფრო მეტად და უფრო მეტად დაფიქრდნენ. მე ვიტყოდი რომ არა მხოლოდ ახალგაზრდები. და თავისუფალია ხო ბატონო. ერთ-ერთ სოციალურ ქსელზე დაიდო ხო ეს უკვე ეს ივენტი. თავად ეროვნული არქივის გვერდზე დაიდო ეს. რამდენი დიდი აქვს უკვე გამოხმაურება და დაინტერესება რამდენი დიდი. ეხლა მე როგორც გადავავლე თვალწინა დღეებში რაღაც 100 მეტი დაინტერესებული პირი იყო როგორც მახსოვს და 1000-მდე იყო სტუმარი დაბადი. ბატონ დიმიტრი, საერთოდ რამდენად ინტერესდებიან ახალგაზრდები, განსაკუთრებით ვაკეთებთ აქცენტს ახალგაზრდებზე. ასეთი თემებით რამდენად ინტერესდებიან და რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ამას? მე ვფიქრობ, რომ ინტერესდებიან. რადგანაც ეს არის ჩვენი ისტორიის რაღაც ისეთი ძალიან ახლო წარსულიდან აღებული ამბები თან მით უმეტეს ახლა მე პირადად ხო ძირთად სამხედრო ისტორიაზე ვმუშაობ და ზოგადად სამხედრო ისტორიის ნაკლებობა ჩვენ გვაქვს სამხედრო ისტორიის შესწავლის ნაკლებობა. სულ რამდენიმე ისტორიკოსია სამხედრო ისტორიკოსი რომელიც მუშაობს სამხედრო ისტორიაზე და აი ზოგადად ხო რომ შევიდეთ წიგნის მაღაზიებში, შევიდეთ საჯარო ბიბლიოთეკაში ხო სამხედრო ისტორიაზე ლიტერატურა არის ძალიან ცოტა. შეიძლება შევიდეთ და ბიბლიოთეკაში შევიდეთ და სულ რამდენიმე წიგნი ვნახოთ. ну საჯარო ბიბლიოთეკაში აი თუ არის რამდენიმე მილიონი წიგნი და ძალიან ცოტა სამხედრო ისტორიის შესახებ და ანუ საზოგადოებაში არის ინტერესი ზოგადად სამხედრო ისტორიისადმი, რადგანაც ამის ნაკლებობა არის. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ჩნდება ეს ინტერესი, რაღაც ჯგუფები იქნება, რომლებიც დაინტერესებულები არიან და მე ვფიქრობ, ხო, აი ამ პროცესში ზუსტად საჭირო არის, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ აი მაქსიმალურად ობიექტური და კარგად შესწავლილი სამხედრო ისტორია და არა ის მითები, რაც დღესაც ვრცელდება და ადრეც ვრცელდებოდა და ну ამ მითებისაგან დაიღალა საზოგადოება და ნამდვილად არ არის საჭირო. იგივე თუნდაც ახლა დავითობა იყო აგერ 2 დღეს წინ და ну საზოგადოების ნაწილს კიდე მართლა გონია რომ შუა საუკუნეებში 9 მილიონიანი არმიები იყო და ასე იბრძოდნენ და თუნდაც ეს არის თუნდაც შესაძლებელი და ну ამ კუთხით არის გადადგმული ნაბიჯები მშვენიერი კვლევებია გაკეთებული სადაც არის საუბარი რეალურად როგორი იყო თუნდაც შუა საუკუნეების სამხედრო სტრუქტურა არმიების და რა მასები იყვნენ არმიებში და როგორი ბრძოლის ტაქტიკა იყო და ასე შემდეგ და არა დაუშვათ ის რაღაც მოძველებული შეხედულებები რაც თუნდაც მე-18 საუკუნის ისტორიოგრაფიას ახასიათებდა და ჩვენ ისტორიოგრაფიას გადმოყვა აგერ მე-20 საუკუნეშიც დაუშვათ აი წყაროების პირდაპირ გადმომღერება, როცა აი დაუშვათ დასავლეთ ევროპაში მთელი რიგი მიდგომებით დაადგინეს თუ დაუშვათ შუა საუკუნეებში რამხელა არმიები შეიძლება ყოფილიყო რა. ეგ თუნდაც ეს ძალიან ისეთი მარტივი საკითხი და ასეთი კიდევ უამრავია ჩვენ ისტორიაში იგივე აგერ მე-20 საუკუნე კი იყო ეს 1921 წლის ომი, მაგრამ იგივე მაგომზე და ნუ მაგის წინააღმდეგ ზოგადად ბევრი რამ არის კვლავ შესაძლებელი. ხო, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და შეიძლება ხო რაღაც აი გარედან ისე ჩანდეს, რომ ვიცით ახლა ეს ყველაფერი, ну შემოვიდნენ აიღეს ქალაქი, მაგრამ იმაში იმდენი დეტალია, ხო, იმდენი კითხვაა, რომ აი ეს შესწავლა საჭიროებს. ანუ იქნება დისკუსია ჩვეულებრივად, ხო? რა თქმა უნდა, იქნება საჯარო ლექცია და შემდეგ კითხვები გაჩნდება და დარბას ექნება კითხვები და იქნება დისკუსია. დასასრულს არ მინდა გამოგვრჩეს ის ცნობილი ლექსი, რომელიც 25 თებერვალს ეძღვნება კოლაუ ნადირაძის ლექსი, რომელიც ცენზურას გაეპარა და რეალურად გამოვიდა საზოგადოების წინაშე.
ლექცია გაიმართება ეროვნულ არქივში ვაჟეთქარის ასოციაციას დასაწყისში ეროვნული არქივი ხარ მე მგონი ყველა მიცის სადაც არის 6 საათზე იქნება ეს ლექცია და ლექცია იქნება იმაზე თუ როგორ ემზადებოდა საქართველოს საბჭოთა რუსეთთან მოახლოებული 1920 წლის დასრულება თავისუფლად ძალიან კარგი გემშვიდობით დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის ჩვენ კი ვაგრძელებთ შუა დღეს ჩვენი შემდეგი სტუმრის წარდგენა რაოდენობით შეიძლება აღმოსავლეთ მცოდნე მთარგმნელი მკვლევარი პროფესორი მაგრამ როგორც თავად ამბობს ყველა მისი პროფესიული გზა პოეზიამ განაპირობა პოეტი გიორგი ლობიაძე იქნება ჩვენი უმდროინდელი სტუმარი თანამედროვე ავტორების თუ ახალი შემოქმედებები დაგვალოდეთ რამდენიმე წუთი დაუბრუნდებით ეთერში